დადგა დრო დავტოვოთ დედაქალაქი ვინტიანე და წავიდეთ შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ, რომელიც არის ვანგვიენგი. ეს ადგილი არის, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა ლაოსში, ვინაიდან, როდესაც ვათვალიერებდი მოსანახულებელ ადგილებს, ყველაზე მეტი საინტერესო აქტივობა და მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა, რაც მაინტერესებს, სწორედ ამ პატარა ქალაქის გარშემოა. ამჯერად გადავწყვიტე, რომ წავიდე მატარებლით, ამიტომ შევიძინე ონლაინ ბილეთი, მოვედი ახლა მთავარ სადგურზე ვინტიანის. შესასვლელში ვარ, როგორც ხედავთ, შევალთ, გავილთ რეგისტრაციას, შემოწმებას და შემდეგ ვეცდები ვიპოვოთ ჩვენი ბაქანი, რომ გავეშუროთ ვანგვიენგისკენ. კონტროლი საკმაოდ მკაცრია. მოწმდება პასპორტები, ბილეთები და ბარგი. შემოწმება შეფერხების გარეშე გავიარეთ, რადგან ყველა საბუთი წესრიგში გვქონდა. მალევე მივედით ბაქანთან და ვანგვიენგისკენ დავიძარით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კომფორტული მატარებელია. თან იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მეორე კლასი, ვინაიდან მხოლოდ ამ კლასის ბილეთები იყო დარჩენილი, საკმაოდ კარგად გამოიყურება, ძალიან სუფთა მოწესრიგებული ვაგონებია. თითოეულ ბილეთში გადავიხადეთ 55 ლარი. არ არის არც იაფი, არც ძალიან ძვირი. ის გათვალისწინებით, რომ ეს სწრაფმავალი მატარებელია და 2 საათის ნაცვლად 50 წუთში ჩავდივართ დანიშნულების ადგილზე. ბოლომდე შევსებული არ არის, მაგრამ რაც შევამჩნიე, ძირითადად ტურისტები მოძრაობთ ამ მატარებელში. დროდადრო მომსახურე პერსონალი ჩამოივლეს ხოლმე, გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტს, სასმელები, საჭმელები, სახელმწიფოები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სწრაფმავალი მატარებელი და 50 წუთში ვიქნებით ადგილზე, ჯერჯერობით არაფრის სრული არ გამჩენია, რომ შემეძინა. ვანგვიენგში ჩასვლისთანავე ტაქსი უპრობლემოა. სწრაფად გამოვუძახეთ და სასტუმროში დავბინავდით. როგორც ჩანს, აქ ყოფნისას ტრანსპორტირებაზე პრობლემა არ შეგვექმნება. მატარებლის სადგურიდან სულ რაღაც 5 წუთში მივედით სასტუმროში, გავიარეთ რეგისტრაცია, დავყარეთ ჩანთები და მაშინ გამოვიდით ქუჩაში გასასცენებლად, რომ შევხედოთ თუ როგორი სიტუაციაა ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ დედაქალაქთან შედარებით ბევრად გამოცოცხლებული აქ სიტუაცია, ვინაიდან ქუჩის ყველა მონაკვეთი ათვისებულია. ყველგან არის მაღაზიები, კაფეები, რაც თავარია, თითოეულ მონაკვეთზე ნახავთ ტურის შემოთავაზებებს. ტურისტული კომპანიები, ესე რომ ვთქვათ, მთლიანად ქუჩებში გაყოლებული, თავისი რეკლამებით და ადამიანებით, ვინც გთავაზობენ ძალიან მრავალფეროვან ტურებს. რაც რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, ვინაიდან როგორც უკვე გითხარით, ვანგვიენგი ძალიან ბევრი საინტერესო ადგილით არის მდიდარი. დღეს რაიმე კონკრეტული არ მაქვს დაეგმილი, მხოლოდ ქუჩაში გავისეირნებთ, კიდევ უფრო გავეცდებით აქაურ ატმოსფეროს და დღეს საღამოს გადავწყვეტ თუ რა მოვინახულო უკვე ხვალისთვის. მდინარე ნამსონგის ნაპირას კირქვის გიგანტური კლდეებით გარშემორტყმული ქალაქი ვანგვიენგი ლაოსის ჩრდილოეთით. დედაქალაქიდან 130 კილომეტრში მდებარეობს. ის, რაც ოდესღაც წყნარი სასოფლო დასახლება იყო, მე-20 საუკუნის მიწურულს საერთაშორისო აღიარების მქონე სათავგადასავლო ტურიზმის ეპიცენტრად იქცა, სადაც მოგზაურებს მდინარის ტუბინგი, გამოქვაბულები და კლდეზე ცოცვა იზიდავთ. თუ ადრე ვანგვიენგი ხმაურიანი წვეულებებით იყო ცნობილი, დღეს ქალაქი სტუმრებს ხელუხლებელი ბუნებითა და მშვიდი კულტურული დასვენებით იზიდავს, სადაც მთავარი აქცენტი გარემოზე ზრუნვაა. დადგა დრო დავიწყოთ ვანგვიენგიდან საინტერესო ადგილების აღმოჩენა. რამდენიმე ადგილი მაქვს შერჩეული, სადაც აუცილებლად მინდა რომ მივიდე ამ დღეების განმავლობაში და პირველ რიგში სამი ასეთი ადგილი შევარჩიე. ამიტომ, როდესაც გუშინ აქეთ მოვდიოდით სასტუმროში, ძალიან მომეწონა ძღოლი, კარგად მოძრაობდა, აიცავდა წესებს, ინგლისურის ასე თუ ისე კარგად იცოდა, ამიტომ გამოვართ ნომერი, შევეხმიანე, ვკითხე ფასი, შევუთანხმდი და მოკლედ
მართალია მას არ ცალია დღეს, მაგრამ მიზმაც ცალია, რომელიც უკვე გარეთ გველოდება, ჩვენც ახლა წავალთ, ჩავსხდებით ტუკ-ტუკის მსგავს მანქანაში და გავეშურებით საინტერესო ადგილების აღმოსაჩინად. წავედით. ზოგადად ვანგვიენგი არ არის დიდი ქალაქი, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია მძღოლი და თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორ დაგეგმავთ ტურებს. შეგიძლიათ რომელიმე ტურისტულიდან შეიძინოთ კონკრეტული ტურები, ან თქვენით წახვიდეთ ვინაიდან ტაქსის აპლიკაციაც მუშაობს, რასაც დავაკვირდი. ამასთან შეგიძლიათ უბრალოდ ქუჩაში მიხვიდეთ, შეუთანხმდეთ ადამიანს. დიდად ინგლისური არ იციან, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ გადასათარგმნი აპლიკაციები მათთან კომუნიკაციაში და მინიმალური ინგლისურით დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გააგებინებთ თუ სად გინდათ, როგორ გინდათ და ასეც შესაძლებელია ტურის დაგეგმა. ჩვენ შემთხვევაში გაგვიმართლა, რომ ერთ კარგ მძღოლს შევხვდით, ვინც ასე დაგვაკვალიანა, ამიტომ ნახოთ დღეს როგორ მომეწონება ეს მომსახურება, ასე რომ ვთქვათ, რამდენად კარგად თვლით იმ ადგილებში, რაც დღეს დაგეგმილია. თუ გაყოფილი იქნები, დარწმუნებული ვარ, შემდგომ დღეებში ასევე ამ ადამიანს შევთანხმდები. დღევანდელი ტურის ღირებულება 500.000 ლაოსური კიპია, რაც დაახლოებით 65 ლარს შეადგენს. ეს ფასი მხოლოდ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე ტრანსპორტირებას ფარავს. თუ ბიუჯეტური ვარიანტი გსურთ, შეგიძლიათ ჯგუფურ ტურებს შეუერთდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში დროში შეზღუდული იქნებით. ხოლო მათთვის, ვინც სკუტერს მართავს, ყველაზე მოსახერხებელი მისი დაქირავება და ადგილების დამოუკიდებლად დათვალიერებაა. დაახლოებით 15 წუთიანი მგზავრობის შემდეგ მოვედით იმ ადგილას, საიდანაც იწყება ტური მაღალი მთის მიმართულებით. შესვლა ფასიანია, ამიტომ შევიძინე ბილეთი, რომელიც ღირდა 20.000 ლაოსური კიპი, რაც დაახლოებით 2.5 ლარი უნდა იყოს, უხეშად რომ მივანგარიშოთ. მართალია დღეს გამოცხადებული არ იყო წვიმა, მხოლოდ მოღრული უნდა ყოფილიყო, მაგრამ საკმაოდ ძლიერი წვიმა დაიწყო ახლა. თუმცა ჯერჯერობით თავს ვაფარებ აქ. ალბათ 10-15 წუთი გავჩერდები, იქნებ გადაიღოს ვინაიდან შედარებით გახსნილია და დიდი შანსია რომ გადაიღოს რომ წვიმაში არ ვიაროთ. თუ არ გადაიღებს, ესე იგი ჩვენი ბედი ყოფილა რომ დღეს წვიმაში ავიდეთ ამ ბილიკზე. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დაახლოებით 40 წუთია რაც აქ ვიმყოფებით, მაგრამ არანაირი გადაღების კვალი არ შენიშნება, პირიქით ძალიან ძლიერად წვიმს. წვიმაში სიარული არ არის პრობლემა, იცით, როცა წვიმა არის ხოლმე მაინც დავდივარ და მივდივარ ყველგან სადაც მინდა. თუმცა ამ თაზე ასვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ დავინახოთ 360 გრადუსით ულამაზესი ხედები, მთები, დაბლა გაშლილი ველები და რასაც ხედავ, ყველაფერი ჩაბნელებულია ისლში და ღრუბელში, ამიტომ არანაირი აზრი არ იქნება. პატარა კვალიც კი არ ჩანს, რომ ოდნავ გაიხსნას ცა და იყოს პატარა შანსი მაინც, რომ ის დავინახო რაც სურს. ამიტომ ახლა ვფიქრობ, რომ შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ გადავინაცვლო და მოვინახულო გამოქვაბული და ოდესაც დღეს საღამოს შეიძლება მზის ჩასვლის პერიოდში ან ხვალ ან ზეგ იქნება უკეთესი ამინდი, მაშინ მოვიდე, იმიტომ რომ ამ რეგიონში ყველაზე მეტად მინდოდა
და მინდა ამ თაზე 100%-იან გადმოხედო. შესაბამისად, მისი ნახვის გარეშე ნამდვილად არ წავალ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს რამდენიმე დღე ამ ქალაქში, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და შევეცდები მომდევნო დღეებში ავიდე. ახლა კი გავაგვიძებ ჩემს ძღოლს, რომელიც მისვენებს თავის მანქანაში. მანქანი დაახლოებით 5-6 წუთიანი მგზავრობის შემდეგ მოვედით ამ ადგილას და ახლა ვაპირებ ნახო თამბუხამის გამოქვაბული. აქაც ბილეთი 20,000 ღირს, შეგახსენებთ რომ ეს არის დაახლოებით 2.5. აქვე ძალიან ხალხმრავლობა შეინიშნება, ხედავ სუვენირების მაღაზიებსაც, წყების ობიექტებს. როგორც იცით, ბევრი სერვერი არ გვიწევს წვიმაც შედარებით სუბუქად არის აქ ამ შემთხვევაში. ამიტომ ახლა დავიძრები გამოქვაბულის მიმართულებით, რომ ეს მაინც მოვინახულოთ კარგად. ახლა მივდივართ გამოქვაბულისკენ. სულ 120 მეტრია გასავლელი, როგორც ნიშანი იყო დაგიდებული, მაგრამ საკმაოდ ცუდი ასასვლელია. მაგრამ არის მოაჯირები, დავეღდნოთ. სულ შემთხვევაში ვინაიდან საკმაოდ სრიალებს. თვითონ მასაც ისეთია, სრიალა ქვები, პლუს ტალახი, ამას ემატება წვიმაც და ცოტა საცობებით შეინიშნება, სანამ ადამიანები ჩამოვლენ და მეც ავალოკო ჩემი გზით. კი ბატონო, აი დადგა ის დრო, როცა უნდა მეც ავიდე. პატარა თავგადასავლიც არის ეს, რა თქმა უნდა. ისეთი რთული არ ჩანს თავიდან, როდესაც 120 მეტრი აწერია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც ისეთი მარტივი აქასვლა. თუ კარგი ფეხსაცმელი არ გეცმევათ, ამიტომ თუ აქ მოხვდებით და გექნებათ სურვილი აქ წამოსვლეს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუცილებელია კარგი ფეხსაცმლის ქონა და შარვალიც კომფორტულად გეცოთ, რომ კარგად გადაადგილდეთ, სიმაღლეზე გვიწევს სასვლა, საკმაოდ დიდი ნაბიჯის გადადგმა, ასე რომ დაგჭირდებათ. ცოცვის, ცოტა ბობგვის შემდეგ ამოვედით უკვე. გვირაბში შიდა ტერიტორიაზე ვართ და წამოღებული მაქვს სანათი, რომ შიდა ტერიტორიაზე კარგად გადავაადგილდეთ, როგორც ხედავ, ბილიკი მიემართება და როგორც ვიცი, უნდა გავიდეთ ერთ საინტერესო ქვაბულში, სადაც ზის სინათლე შემოდის კარგად და ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ამიტომ ახლა დავიწყებ ჩასვლას დაბლა და იმედია ამ ადგილს მივაგნებ. ტამბუხამის მღვიმე, რომელიც ფუხამის სახელითაცაა ცნობილი, ერთდროულად აერთიანებს თავგადასავალს, ბუნებრივ სილამაზესა და სულიერ მნიშვნელობას. მღვიმის სახელი მის წმინდა სტატუსზე მიანიშნებს, რაც მას ადგილობრივი კულტურისა და რელიგიური ტრადიციების განუყოფელ ნაწილად აქცევს. მართალია შეგინთქვათ, მაგრამ მაინც ძალიან სრიალებს, ვინაიდან ტენის გამო დასველებულია ეს ქვები, ლოდები და ძალიან სიფრთხილით არის საჭირო აქ გადაადგილება, ვინაიდან აი როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზი ადგილები კი არის. ნიშნულები კარგად არის, თუ საით წავიდეთ, თავარია ძირს ვიყურო, რომ რაიმე ექსცესი არ მოხდეს. საბოლოოდ, როდესაც ბილიქს მოვყვებით, ერთგვარად ცენტრალურ ადგილზე შემოვდივართ, სადაც არის წმინდა ადგილი, დაბრძანებულია ბუდას წოლიარი ქანდაკება, რომელიც არის ბრინჯაოსგან გაკეთებული და ეს ერთგვარად მართლა ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა ამ წმინდა ადგილის. გარშემო არის სტალაქტიტები, სტალაგმიტები. გვირაბებში ძრომიერი ძალიან მიყვარს, მაგრამ
როდესაც ზისინოში აღწევს ბევრად ლამაზი ხდება აქაურობა, ვინაიდან ეს თამბეჭდავი ფორმები ბევრად უფრო კვეთრად ჩანს, გამოკვეთილად შუქშილებით თავის საქმეს აკეთებს და ბევრად საინტერესო ადგილია, ვიდრე ეს ჩაბნელებულ ტერიტორიაზე იქნებოდა. როდესაც ტურის აღწერებს ვკითხულობ ხოლმე ან ინტერნეტში ამ ინფორმაციას ვიძიებ, რა თქმა უნდა, ყოველთვის დამუშავებული ფოტო, ვიდეო მასალა არის და მიჭირს ხოლმე აღქმა რამდენად კარგი იქნება, ამიტომ დიდ მოლოდინებს არ ვიქმნი არასდროს. და ამის გათვალისწინებით იმაზე ძალიან ბევრად ლამაზი და საინტერესო ადგილია, ვიდრე მე წარმომედგინა. თან ძალიან რთული მარშრუტის გავლაც არ გვიწევს. საინტერესო ბილიკის ამოლა, შემდეგ უკვე გამოქვაბულში შემოსვლა, გადაადგილება სანათის მეშვეობით და ბოლოს აქ მოსვლა მართლაც პატარა, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი თავგადასავალია. ღვიმის მთავარი ღირსშესანიშნაობა ბრინჯაოს მწოლიარე ბუდას დიდი ქანდაკებაა, რომელიც დარბაზის ცენტრალურ ნაწილს იკავებს. მთავარი სივრცის გარშემო მოხეულ გასასვლელებში ათასობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული სტალაქტიტები და სტალაგმიტებია განლაგებული, რაც აქაურობას იდუმალ და დრამატულ ატმოსფეროს წელს. შიგნით ჰაერი გრილი და ნოტიოა, რაც ტროპიკულ სიცხესთან გამაგრილებელ კონტრასტს ქმნის. ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდი მშრალი სეზონი, ნოემბრიდან აპრილამდეა, როდესაც ბილიკები უფრო უსაფრთხო და ადვილად სავალია. ტამპუხამის მღვიმე გამოურჩეული ღირსშესანიშნაობაა, სადაც ბუნებრივი სილამაზე, კულტურა და სულიერება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და მას ვანგუიენგში აუცილებლად სანახავ ადგილად აქცევს. გარდა იმისა, რომ ვანგუიენგი ცნობილია თავისი უნიკალური მთებითა და გამოქვაბულებით, ასევე აქ მდებარეობს 4 ლაგუნა, ეგრეთ წოდებული, რომელიც არის დაგუბებული წყალი, სადაც შესაძლებელია ცურვა, გადმოხტომა, გართობა, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებულად კარგი ადგილია მოსასვლელად. ასეთ წვიმაში დიდი სურვილი არ მაქვს, რომ გადმოხტე მეც აქედან, თან იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგი დღეების განმავლობაში ვაპირებ, რომ სხვა ლაგუნას ან ლაგუნებსაც ვესტუმრო, მირჩევნია, რომ კარგამინში გადავხდე და გავერთო და დავტკბე წყალში ყოფნით. სინამდვილეში სულ არის 5 ლაგუნა, მაგრამ ეს მეხუთე საკმაოდ მოშორებით არის და ვანგუიენგთან მიმართებაში მხოლოდ ამ 4-ს აღნიშნავი, რომელიც დანომრილია რიცხვების მიხედვით. ეს არის ლაგუნა ნომერი 1, სადაც ძალიან ბევრი თევზი ასევე გაშვებული, როგორც ხედავთ, არის გადმოსახტომი ადგილები, რამდენიმე ადამიანი გადმოხდა და მათ უყურებით კარგად გავერთე და სრულიად საკმარისია დღეისთვის. გადაუღებელად წვიმს, ამიტომ ახლა ვფიქრობ, რომ წავიდეთ სასტუმროსკენ, დავისვენოთ და იქნებ გადაიღოს და შემდეგ ქალაქში გავიდეთ და ქალაქში დავათვალიეროთ რამდენიმე ადგილი. ბანაობაზე უარი ვთქვით, თუმცა სხვები პლატფორმებიდან ხდებოდნენ და კარგადაც ერთობოდნენ. იქვე ადგილობრივი წასახებსებლების დახლებია, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, იქაურმა ასორტიმენტმა ჩემი კულინარიული ცნობის მოყარეობა ვერ გააღვიძა. ქალაქში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე ხვალ-კვლავ ცადო ნამსაის მწვერვალზე ასვლა. ამინის პროგნოზის მიხედვით ზიანი დღე იქნება, რაც იმ გარემოს შექმნის, როგორიც წარმოდგენილი მქონდა. შვენიერი დილა გათენდა. ძღოლმა მოგვაკითხა და ნამსაის მიმართულებით დავიძარით. გზა მშვიდად ჩაიარა. ადგილზე მისულებმა გუშინდელი გამოუყენებელი ბილეთები წარვადგინეთ და მწვერვალზე ასვლას შეუდექით. ამჯერად აშკარად შევძლებთ, რომ ავიდეთ ჩვენი დანიშნულების ადგილას. ძალიან კარგი ამინდია დღეს. შვენიერი, მაგრამ რო უყურებ გზას თუ როგორია, ალბათ წვიმაში ძალიან რთული იქნებოდა აქ ასვლა. ახლა მზედიდად არ აღწევს აქ და სველია და ძალიან სრიალებს, მაგრამ აქ რო წვიმა იქნებოდა, ალბათ განსაკუთრებულად რთული იქნებოდა. ახლა ცით ადგილას მივდექი, აუცილებლად საჭირო ორივე ხელით დავეყნო რამეს, ამიტომ გავაგრძელებ ჩემ გზას.
საკმაოდ დამღლელი ბილიკია. თან იმის გათვალისწინებით, რომ ტალახიანია ძალიან სრიალებს, მაგრამ ამ ჯებირების დახმარებით თან გავატარებ. ბევრად მარტივია აქ ამოსვლა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმის მიუხედავად, რომ დიდი მანძილი არ არის, დაახლოებით 500 მეტრია, მაინც 9 საათი მომდომი აქ ამოსვლას. საკმაოდ დავიღალე, ამიტომ ახლა მივალ გადასახეთთან. ცოტას დავისვენებ, დავმშვიდები, დავტკბები ხედებით და უკვე თქვენს გაგაცნობთ აქაურობას. ნამსაის ეს გადმოსახედი მდებარეობს ერთი გორაკის მწვერზე, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება 360 გრადუსით. საიდან შეგვიძლია დავინახოთ პლანტაციები, დასახლებები და რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივად ლამაზი მთები. აქ არის ხიჯებირები, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გადავაადგილდეთ ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ასევე არის უსაფრთხო და კარგამეჯი განსაკუთრებით, როდესაც შესაძლებელია შორს გახედვა და დანახვა მთების, დამიჯერეთ ძალიან ლამაზია. თუმცა ამ ადგილის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი არის, სადაც მდებარეობს მოტოციკლი, რომელიც არაერთ რეკლამაში ხდება, ეს იქნება საიმიჯო რეკლამები ვიდეოებში, ფოტოებში თუ სხვადასხვა ბლოგებში. როდესაც ვნახე ამ მოტოსო ფოტო, ვიფიქრე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო ისტორია უკავშირდებოდა მას, ვინაიდან მსგავსი ადგილებში, როდესაც ასეთი რამ არის, დიდი ისტორია აქვს ხოლმე. თუმცა ეს ერთგვარად მარკეტინგული ხერხია, რომელიც ადგილობრივმა მოიფიქრეს, ეს მოტოციკლი დაშალეს, ნაწილებად ამოიტანეს, აქ აწყეს და ძალიან კარგი ადგილას დადგეს, რომ ადამიანები ამოვიდნენ აქ და ფოტო-ვიდეო გადაიღოს. შემიძლია დარწმუნებული გითხრათ, რომ ამ მარკეტინგულმა ხერხმა ძალიან კარგად იმუშავა, ვინაიდან ეს ფოტო-ვიდეო, როგორც ადგილობრივ რეკლამებში, ესე ზოგადად საერთაშორისო რეკლამებში ყოველთვის ყველგან ხდება. მიხარია, რომ წვიმას აუცდი და შესაძლებლობა მომეცა ასეთ მზიან დღეს მელაშქრა და ამ შთამბეჭდავი ხედებით დამკვდარიყავი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი სხვადასხვა ასაკის მოგზაურია, ეს სულაც არ მიშლის ხელს, რომ გარემოთი ვის სიამოვნო და მთის წვერზე შემორჩენილი დილის ნისლებით სუფთა, როლისებური სიჩუმე ვიცნო. დღევანდელი მოგზაურობა აქ სრულდება, მაგრამ ვანგუიენგში ჯერ კიდევ ბევრი რამაა აღმოსაჩენი. დარჩით ჩემთან, წინ კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველოდება.